დიდი მადლობა. ყოველი დღე, რასაც ახლა ჩვენ ვაკეთებით, ვაშინგტონიდან დაწყებული, ლონდონით და პარიზით გაგრძელებული არის ისტორიული შესაბამისად. ყველა დღეს აქვს ესეთი ღელვის მომენტი, რაც ვაშინგტონში მოხდა იყო უპრეცედენტოდ ძალიან სამწუხარო, სხვათა შორის ძალიან სამწუხარო და მილიარდზე თუ 2 მილიარდმა თუ 3 მილიარდმა ადამიანმა უყურა პირდაპირ ეთერში თუ ძალიან მალე იმ კადრებს რაც დატრიალდა და მე ვფიქრობ ეს მაჩვენებელია იქ მნიშვნელოვანი ფუნდამენტური რიტორიკული განსხვავებების, თუმცა არ უნდა დაგვაუწყდეს ის რომ შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა და უკრაინის საგარეო პოლიტიკა კონფლიქტის და ომის ნაწილში ფუნდამენტურად ემთხვევა ერთმანეთს. აქ გარკვეულწილად ჩვენ უნდა დავაკვირდეთ იქ არსებულ სხვა დინამიკას, ამ ადამიანებს შორის წინარე ურთიერთობის გარკვეულ კონტექსტს და აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა იმედი ვიქონიოთ, რომ მიუხედავად პერსონალიებისა, მიუხედავად პერსონალის ჩვენ ვიცით რომ ლიდერები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ისტორიებში, თუმცა ლიდერებს ამავდროულად მაინც უწევთ გაცნობიერება იმისა, რომ თავიანთ ქვეყნებს შორის ურთიერთობა არ არის ლიდერებს შორის ურთიერთობა, მათ აქვს ტვირთი და ვალდებულება იმისი, რომ საკუთარი ქვეყნები დაახლოვონ ერთმანეთს და ამიტომ გაახმოვანონ შესაბამისად საკუთარი ქვეყნები. ამ კონტექსტში ვფიქრობ, რომ მუშაობა მიმდინარეობს უკრაინელ და ამერიკელ პარტნიორებს შორის და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ბევრ ხანს არ გასტანს ისევ წყობილ ფორმაში დაბრუნება და კიდევ უფრო უკეთეს პოზიციებში შესვლა, რაც შეეხება ევროპაში ლონდონის სამიტს. ბრიტანეთი ისტორიულად დღესაც სწორ მხარეს დგას, იმიტომ რომ ბრიტანეთი თავად ყოფილა იგივე სიტუაციაში, როგორც დღეს უკრაინა არის, ამიტომ ბრიტანეთში ეს ისტორიული მეხსიერება დგას ჰიტლერის თავდასხმის პერიოდიდან დღემდე და ზუსტად იგივე კონტექსტში, იგივე სამართლიანობის, იგივე ისტორიის, იგივე პოლიტიკის კონტექსტში აღიქმება უკრაინის მიმართ რუსეთის თავდასხმა, ამიტომ ბრიტანეთი როგორც ჩვეულებრივ, როგორც ტრადიციულად, როგორც შეეფერება მის იმიჯს, მასპინძლობს ამ სამიტს და დგას იმ კონტექსტში უკრაინის მხარეს, რა კონტექსტშიც ჩვენ გვინდა რომ იყოს. მე ვფიქრობ, რომ დანარჩენი მსოფლიო ლიდერების, მათ შორის ევროპის თითქმის ყველა უმეტესი ლიდერების და კანადის ლიდერის მობილიზება წყობრად და ერთიანად და ფუნდამენტურად ძლიერად უკრაინის პრეზიდენტის ზურგს უკან არის ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი, იმიტომ რომ მათ შორის ამერიკელებისთვის, ამერიკელი ხალხისთვის, ამერიკელი ბიუროკრატიისთვის, ამერიკელი ლიდერშიპისთვის, რომ მათ ნახონ, რომ რეალურად პრეზიდენტ ზელენსკი პირველ რიგში რომ არა მხოლოდ საკუთარი სუვერენიტეტისთვის და თავისუფლებისთვის იბრძვის, არამედ ყველა მათთვის, მათ შორის შეერთებული შტატების სუვერენიტეტისთვის და მე მინდა გაგიზიაროთ ასევე ერთი რამე, ანუ გასულ რამდენიმე დღის განმავლობაში კომპანია Harris-X-მა, რომელსაც საქართველოს აუდიენცია იცნობს, იმიტომ რომ საქართველოში უმუშავია, Harris-X-მა ჩაატარა კვლევა შეერთებული შტატების მასშტაბით და აღმოჩნდა, რომ ჩვეულებრივად მინერალურ რესურსებზე შეთანხმების შემთხვევაში შეერთებული შტატების მოქალაქეების 70% ეთანხმება იმ იდეას, რომ შეერთებულმა შტატებმა დაუჭიროს მხარი ან მისცეს უსაფრთხოების გარანტია უკრაინას. შესაბამისად, ტრამპს როგორც შეერთებული შტატების პრეზიდენტს და წარმომადგენლობით ლიდერს მოუწევს ანგარიში გაუწიოს, რა თქმა უნდა, ამ რიცხვებს. ეს არ არის რიცხვები, ეს არის ის ფუნდამენტური დამოკიდებულება, რაც ამერიკის მოქალაქეებს და ბევრ ამერიკელს, უმეტეს ამერიკელს უკრაინასთან მიმართებაში გააჩნია. ამიტომ გვაქვს ჩვენ ერთისფერი რომ დავხუროთ ეს თემა, გვაქვს ჩვენ ერთისფერი მღელვარება, გვაქვს ემოცია, გვაქვს პოლიტიკურად ძალიან ცხელი დღის წესრიგი, თუმცა რიცხვები და ხალხი თავისეს ამბობს და იმედი მაქვს რომ ლიდერებს შეეძლებათ აი ამ რიცხვების ასახვა საკუთარ ვექცევაში. კი ბატონო, ზვიად, რაც შეეხება დიალოგის გაგრძელებას უშუალო ტრამპსა და ზელენსკის შორის, რამ შეიძლება დააბრუნოს ეს საკითხი უკრაინის საკითხი ვაშინგტონში, როგორ ფიქრობ და თავად ზელენსკიც ამ მოლაპარაკებების მაგიდასთან, იმიტომ რომ ის რაც მართლაც თელმა მსოფლიო ნახეთ პირდაპირ ეთერის რეჟიმში, იყო მსუბუქად რომ თქვათ, არც თუ ისე მარტივი სანახავი და აი თქვენ დიპლომატიის კუთხე ძალიან ბევრი ცოდნა და გამოცდილება გაქვთ და დარწმუნებული ვარ ალბათ ყველასთვის, მათ შორის თქვენთვის იყო სიახლე, ხო, მათ შორის ის ენა, როგორც მოხდა, აი საჯაროდ გამოტანა იმ დისკუსიის, იმიტომ რომ ძირითადად ის რაც მოვისმინეთ, ეს ხდება ხოლმე დახურულ კარს მიღმა, ეხა ეს ყველამ ვიცით, ხომ, არავინ არ ვართ მიამიტები. აი, რა შეიძლება იყოს აი ამის გაგრძელება, როგორ ფიქრობთ? გაგრძელება ფუნდამენტურად ყოველ შემთხვევაში მოლაპარაკების გაგრძელება უნდა იყოს, ამას ალბათ ბევრი დრო არ დაჭირდება, მცირედი ემოციური სიმშვიდე, პოლიტიკური დუღილის ტემპერატურის მცირედი დაწევა დაჭირდება და უკრაინელები ცხადია უკვე ფიქრობენ, მუშაობენ
იმ თემაზე თუ როგორ შეიძლება ეგრეთ წოდებული reapproachment-ი ანუ ისევ თავიდან მიდგომების განახლება შეერთებულ შტატებთან გავიხილავთ მცირე არ არის გამორიცხული მცირე ცვლილებები ვიხილოთ ტაქტიკების და პოზიციების უკრაინის მხრიდან ამიტომ ვნახოთ არავინ იცის გარდა პრეზიდენტი ზელენსკისა ის ალბათ მწყობრ ამ კვირიდან ამ ახალი კვირიდან როცა ის ხვალ უკრაინაში დაბრუნდება მაღალი ალბათობით ჩვენ გარკვეულ მის პოზიციის თუ რიტორიკის გარკვეულ მოდიფიკაციას ვიხილავთ მე არ ველოდები რომ ის ბოდის მოიხდეს იმიტომ რომ შეიძლება არ მგონი რამე ბოდიშის ნაირი კონდეს მოსახდელი ის არის თავისუფალი ხალხის თავისუფალი ლიდერი და არჩეული ლიდერი და წარმომადგენლობითი ლიდერი ამიტომ არც ერთი უკრაინელი არ თხოვს მას ბოდიში მოიხადოს ვინმეს წინაშე ამიტომ არ მგონია პრეზიდენტმა ზელენსკიმ ბოდიში მოიხადოს ტონი შერბილებას ალბათ ვიხილავთ პოზიციების ტაქტიკურ გადანაცვლებას ალბათ ვიხილავთ მაგრამ ფუნდამენტურად მიმართულება რომ ის სამართლიან მშვიდობას ხო და არა უბრალოდ მშვიდობა არ შეიძლება იყოს თავისუფლების ხარჯზე რეალურად ფუნდამენტურად ეს დისკუსია არის ხო ნებისმიერ სხვა მომლაპარაკებელს შეერთებული შტატები იქნებოდა სხვა ცხადია უფრო მარტივად აქვს საქმე ვიდრე უკრაინას უკრაინა თავის სამშობლოსთვის იბრძვის თავის ტერიტორიისთვის იბრძვის საკუთარი ოჯახებისთვის სახლებისთვის საკუთარი ისტორიისთვის და საკუთარი მომავლისთვის იბრძვის და შესაბამისად უკეთ ვერ ასახავს უკრაინის სენტიმენტებს და უკრაინელების სენტიმენტებს მათ შორის 45 მილიონი უკრაინელის სენტიმენტებს ვიდრე მათ მერვე არჩეული პრეზიდენტი. ამიტომ მე ვფიქრობ რომ ცოტა მოდიფიკაციებს კი ვიხილავთ. მე ვფიქრობ რომ ამერიკელებსაც მათ შორის როგორც ბიუროკრატიას ასე მოქალაქეებს ექნებათ შანსი შეაფასონ და გადააფასონ ის რაც მოხდა ოვალურ ოფისში რაც მოხდა ცხადია მაინც სამაყო არ არის თვითონ ოვალურ ოფისის მესვეურებისთვის როგორც ამას ბევრი ამერიკელიც ამბობს ამიტომ შიგა დისკუსიასთან ერთად იქნება გარკვეული მხელვარების დამშვიდება და იმედი მაქვს რომ ჯამურად ყველა ერთად დაუბრუნდება მოლაპარაკების მაგას მაგრამ აქ უფრო მთავარი არის ის რომ მიუხედავად ამისა ძალიან ფიზიკის კანონების მიხედვით მუშაობს ეს და ამ მოქმედებებმა უკმოქმედებების გამოიწვია ნიუტონის არ იყოს და უკრაინის ზურგთან გამაგრა ძალიან ასე ვთქვათ ცხადად სტრატეგიულად მობილიზებული მისი უმეტესი და მთელი კონტინენტი და მათ შორის კანადა და სხვა დასავლელი მოკავშირეები ამიტომ ჩვენ ეგეთ მარტივ გადაწყვეტას და ეგეთ მარტივ ასე ვთქვათ ფიასკოებს არ უნდა ველოდოთ აქ ძალიან დიდ კონტინენტის და მსოფლიოს მომავალზე ლაპარაკი უკრაინის სახით და რაც აუცილებლად უნდა ვთქვათ ასევე არის ის რომ რუსებს ბევრი გასახარი არაფერი არ აქვთ. პირველი როგორც იტყვიან შამპანიურს ვერ გახსნიან, იმიტომ რომ სანქციების ქვეშ არიან და შამპანიური არ იყიდება ლეგალურად რუსეთის ტერიტორიაზე და მეორე შეუძლიათ გახსნან და იზეიმონ იმ რა ქვია მეორადი დასალევით რაც აქთან არყით, თუმცა ეს ზეიმი ბერხანს ვერ გასტანს, იმიტომ რომ რუსებს მაინც კარგად არ აქვთ საქმე როგორც ბრძოლის ველზე, ასევე პოლიტიკურად. კი ბატონო, გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა ზვიად და სანამ დავასრულებდეთ, მინდა რომ აი საქართველოს კონტექსტშიც გკითხოთ. ბუნებრივია ის რაზეც ეხა მთელი სოფლიო საუბრობს, ეხება ჩვენს რეგიონს, ერთი მხრივ ჩვენს მეგობარ ქვეყანას უკრაინას და მეორე მხრივ მეზობელ ქვეყანას რუსეთს, ჩვენ საერთო მტერს უკრაინის და ჩვენსას. ანუ აი ჩვენი ქვეყნის კონტექსტში რამდენად მნიშვნელოვანია ის რაც ხდება და აი როგორ დასრულდა ეს ამბავი ზოგადად ერთი მხრივ უკრაინაში რუსული აგრესია და საერთოდ აი ეს მოლაპარაკებების საკითხი რაღაცა ჰაერში დარჩება რა მე გაგრძელება ექნება თუ ასე შემდეგ რამდენად იქონიებს გავლენას ჩვენს ქვეყანაზე საქართველოზე როგორც მომავალში ანუ გრძელვადიან პერსპექტივაში ასევე დღეს არსებული ვითარებიდან გამომდინარე საქართველოზე ქონდა აქვს და ექნება უკრაინაში მიმდინარე ომს გავლენა ფუნდამენტური ადამიანურ დონეზე, ეკონომიკურ დონეზე, პოლიტიკის დონეზე და გეოპოლიტიკის დონეზე. ყველა დონეზე, თითქმის ყველა დონეზე აქვს გავლენა და ექნება. ამიტომ ძალიან დიდი იმედი უნდა გქონდეს პირველი რომ ფხიზლად უნდა ვიყოთ ქართველები ისტორიული გარკვეული რაკურსები ისტორიის მეორდება თუ რაღაცა ინტერპრეტაციით ისევ რეინკარნირდა, ამიტომ ქართველებს არ გვმართებს სიფხიზლე და ერთიანობა რომ შევძლოთ საკუთარი თავი დავიცვათ პირველი შიგნითავე უზურპატორებისგან და მეორე უკვე ფხიზლად მივადევნოთ თვალი თუ რა მიმართულებით დაიწყებს მსოფლიო პოლიტიკა დინებას რაც არ უნდა მოხდეს
უკრაინის ერი, უკრაინის სახელმწიფო და უკრაინა როგორც ევროპული ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე სახელმწიფო ეს შემდგარი ფაქტია და ამის ფორმალიზება, ამის პოლიტიკურად წარმოჩენა და ამ მოცემულობის ცხოვრების გაგრძელება ასევე მოცემულობა არის. ამიტომ ქართველებს ჩვენვე მოგვიწევს გადავწყვიტოთ მომდენო კვირების განმავლობაში ძალიან ბევრი და არა გვაქვს რო იცით. მომდენო კვირებში საქართველოს ქართველებს, საქართველოს მოქალაქეებს ის ვინც სამართლიან მასობრივ ჯამყშია ჩართული და ის ვინც არ არის ჩართული მოუწევთ შეფასება იმისო სად მიდის საქართველოს ჯერჯერობით კარგ არც ერთ ადგილას არ მიდის და საქართველოს ჯერჯერობით მტრის პოზიციას იკავებს საკუთარივე მტრის და ამიტომ ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ის საქართველოს მტრები დამარცხდებიან უკრაინასთან ნებისმიერ ქიშში მათ შორის დიპლომატიურ და სამხედრო ქიშში და ჩვენს ქვეყანას ეს მთავარი ცვლილება რეგიონში და საერთაშორისო პოლიტიკაში მხოლოდ ბენეფიტს მოუტანს, თუმცა არაფერია გარანტირებული, არც თავისუფლება გარანტირებული, არც დემოკრატია გარანტირებული, ჩვენ მოგვიწევს მაგის დაცვა ყველა მეთოდით, რაც ადამიანის ცივილიზებულ კონსტიტუციურ ფორმაში ჯდება.